სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ქრისტეს მიერ წმინდა ზიარების დადგენის დღეს, საიდუმლო სერობის სცენება, როდესაც ქრისტემ დაადგინა წმინდა ზიარების საიდუმლო. მე მინდა გითხრათ, რომ ღმერთი სხვადასხვა სახით ეცხადებოდა კაცობრიობას მისი არსებობის განმავლობაში. ადამიანს პირდაპირ ხილულად ეცხადებოდა სამოთხეში და ესაუბრებოდა მას. ადამი იყო ლოცვით კავშირში ღმერთთან. აბრაამს სამი ანგელოზის სახით გამოეცხადა მამრის მუხასთან და აბრამი ესაუბრებოდა მას როგორც სამანგელოს. მოსე წინასწარმეტყველს გამოეცხადა მაყულის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა და ცეცხლიდან ელაპარაკებოდა უფალი. შემდეგ ვიცით მოსე სინას მთაზე ავიდა და მთელი მთა-ღრუბლები დაიფარა, დაბლა ელოდება 2 მილიონამდე ადამიანი, ებრაელები, რომლებიც გამოვიდნენ ტყვეობიდან და მოძრაობენ სინას უდაბნოში და მიდიან აღთქმულ ქვეყანაში. მოსე სინასთან მიახლოებისას გამოეყომა თავი და სინასთაზე 40 დღე დაღამე იქ იყო, მარხულობდა ფაქტიურად და მთელი ამ 40 დღის განმავლობაში სინას მთა ღრუბლებით იყო დაფარული, ქუხილი, მეხისტეხა, ჭექა-ქუხილი, ცეცხლის ენები გადმოდიოდა მთაზე და მოსეს აი ღრუბლებიდან ელაპარაკებოდა ღმერთი. ილია წინასწარმეტყველს იცით ქარში გამოეცხადა ღმერთი. ახალ აღთქმაში კი პირდაპირ წერენ მოციქულები, ღმერთი გამოჩნდა ხორცით. დანახული იქნა ანგელოზების მიერ და ამაღლდა დიდებაში. ღმერთი განკაცდა სიტყვა ღვთისა მეორე პირის წმინდა სამებისა ხორცი შეისხა სულისაგან წმინდისა, მოვიდა დედამიწაზე და საიდუმლოს ერობის დროს, ვიცით ეს ხატია მისი ცნობილი მაცხოვარი ზის გაშლილ ტრაპეზთან, მოციქულები მასთან ერთად და მაცხოვარმა აიღო პური, აკურთხა და თქვა, მიიღე და სჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი, ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებელად ცოდვათა. სასმელი აკურთხა და თქვა, ესეა სისხლი ჩემი ახლის აღთქმისა, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა. ზოგიერთ ადამიანს სამწუხაროდ გონია, დღეს ეკლესიაში არის ესეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ლიტურგიის დროს, წიროლოცვის დროს ეს ქრისტეს ხორცი და სისხლი კი არ არის. ეს არის სიმბოლურად რაღაცა, მიახლოებით სამწუხაროდ, აი დიდი გულის ტკივილით ვიზახამას სასულიერო პირებიც ლაპარაკობენ. ეს არის მთელი ტკივილი და ტრაგედია და უბედურება. აი ახლა მე წაგიკითხავთ რა არის ეს? ქრისტეს ზიარება. მე ვარ პური ცხოვრებისა, ეუბნება ქრისტე მის გარშემო მყოფ ადამიანებს. მამათა თქვენთა ჭამეს მანანა უდაბნოსა და მოწყდეს. ანუ მოგდრენ. ესი არის პური, რომელიც ზერცით გარდა მოხდა. უკე თუ ვინმე ჭამოს მისგან არა მოკვდეს. მე ვარ პური ცხოველი, რომელიც ზერცით გარდა მოხდა. უკე თუ ვინმე ჭამდეს ამის პურისგან არა მოკვდეს, არამედ ცხონდეს უკუნისამდე. და პური, რომელიმე მივცე ხორცი ჩემი არის, რომელსაც მივცე ცხოვრებისათვის სოფლისა. ილალვიდეს ურთიერთას ხურიანი და იტყოდეს, ანუ ერთმანეთში ლაპარაკობენ ებრაელები და ეძახიან. რევს ლაპარაკობს, როგორ შეუძლია ამასო თავის ხორცი გვაჭამოს. თქვა მათ იესო, ამინ, ამინ გეტყვით თქვენ, უკე თუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა და სვათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრება თავთა შორის თქვენთან. ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, აკვდეს ცხოვრება საუკუნე და მიაღვადგინო იქ უკანასკნელს ამას დღესა. რამე თუ ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არის და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასმელი არის და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არის და მე მისთან ამ ჩვენ თანაზიარები გავხდებითო. ჭეშმარიტად ჩემი ხორცი და ჩემი სისხლია. ვითარცა მომავლინან მე ცხოველმან მამამან და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა, რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემი. ვინცო ჩემ ხორცს შეჭამსო ჩემგან, იგი ცხონდებაო. რამე თუ ესე პური, რომელიც ზეცით გარდა მოხდა, არა ეგრეთ ვით არ იგი ჭამეს მამათა თქვენთა და მოწყდეს. ხოლო რომელი ჭამდეს პურსა ამას, ცხონდეს უკუნითი უკუნისამდე. აი რა არის ქრისტეს ზიარება.
ეს იმდენად ფიცხელი სიტყვა იყო, რომ უსმენდა ხალხიო, მრავალი დაბრკოლდა და მიატოვა ქრისტე ამის გამო. მრავალმა მიატოვა ქრისტე ამ სიტყვების შემდეგ. თავის ხორცი როგორ უნდა გვაჭამოს, რევს ლაპარაკობს. იესო ქრისტეს ესო მართლა ქრისტეს ხორცი და სისხლია. უამრავი შემთხვევები არის აღწერილი ეკლესიის ისტორიაში და თუნდაც საეკლესიო სამსახურებრივ წიგნებში. აი წირვას რითიც ვატარებთ კონდა გიქვია იმ წიგნს და ბოლოში რომ გადმოშლი, იქ არის რამოდენიმე შემთხვევები განხილული, თქო წირვის დროს რა შეიძლება მოხდეს და ერთ-ერთი ესეთი შემთხვევა. მღვდელი როდესაც წირვის დროს მოაქვს პური და ღვინო. მღვდელი ამ პურს სეფის კვერები რასაც ქვია, სეფე ნიშნავს სამეუფეო კვერებს, ამას აკურთხებს, ამდენი ხანი მიდის ლოცვა, ხო? ბოლოში, სულ ბოლოში დიდი პაუზა რო მღვდელი აკურთხებს ამას და იცახის ეს არის ჩემი ხორცი, აიღებს სისხლს და აკურთხებს იცახის ეს არის ჩემი სისხლი და პური იქცევა ქრისტეს ხორცად, სისხლი ღვინო იქცევა ქრისტეს სისხლად. მაგალითისათვის გეტყვით, წარმოიდგინეთ, როდესაც წყალკურთხევა ხდება. წყალკურთხევა გრძელდება დაახლოებით 20 წუთი. იღებენ ონკაიდან წყალს, მღვდელი კითხულობს ლოცვებს, გადასახავს ჯვარს და წყალი აღარ იხსნება. ეს ხო ფაქტია. ეს წყალი აღარ ფუჭდება, აღარ ყროლდება, აღარ იხსნება. ეს გაცილებით უფრო დიდი ლოცვებია და უფრო მისტიური და უფრო ღრმა ლოცვებია წირვაზე რაც ხდება, არ შეედრება ის ლოცვა ამას. იქ ფაქტურად საიდუმლო ლოცვა ერთია პატარა და ახსო საიდუმლო ლოცვები მიდის. ამიტომაც მღვდელი როდესაც აკურთხებს ეს პური ხდება ქრისტეს ხორცი და სისხლი ხდება, ღვინო ხდება ქრისტეს სისხლი. და კონდაკში სამღვდელო წიგნია, რომელიც ვახსენებ, წირვა დროს აღწერილია შემთხვევები, როდესაც რაღაცა უცნაური შემთხვევები შეიძლება მოხდეს. და ესეთი რამ წერია ერთი, რომ მღვდელიო, როდესაც წირვას ვატარებო და გადასახავო ბარძიმშიო, ღვინოსო და ისო ხორცად სისხლად იქცევო და პური ხორცად იქცევო. შემდეგ როდესაც ეზიარება მღვდელი ჩაიხედოს თუ მართლა ხორცი და სისხლი დაინახაო. არ ეზიაროსო. ესო ღმერთმა ამ მღვდლის ურწმუნოების გამო დაუშვა. პირდაპირ აფრთხილებს კონდაკი. შენ არ აქცამსო, რომ ეს ხორცი და სისხლიაო და რომ გერწმუნაო, ამიტომ დაუშვა ღმერთმა, რომ ხორცსა და სისხლად დაინახეო. ამიტომ დაფარნაო, დაიჩოკე ილოცეო, გაქრეს ეს ხილვაო. ახადე და ჩახედე, თუ ისევ ხორცი და სისხლს ხედაო, დააფარე არ ეზიარო. კიდე ილოცეო, რამდენჯერაც საჭირო იქნება ბოლოში რო აღდიდა ხორცი და სისხლი ღვინისა და უღრის სახით რო იყოსო, ჩვენთვის ადვილი მისაღები იყოს, აი მაშინ მიდი და ეზიარო. ერთი შემთხვევა არის აღწერილი გრიგოლი ღვთისმეტყველის ცხოვრებაში. გრიგოლი ღვთისმეტყველი მე-4 საუკუნეში ცხოვრობდა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო, მაგრამ როდესაც ის ჯერ კიდევ მღვდელი იყო, მაშინ ესეთი წესი იყო, სახლიდან მოქონდათ სეფის კვერები და ღვინო. და მოაბრძანა ერთ-ერთმა ქალბატონმა და სეფის კვერებს აკეთებდნენ ან ქალწულები, ან უკვე ხნიერი ქალები, რომლებსაც შეზღუდვები აღარ ექნებოდათ დედათა წესის გამო. ან ქალწულები ვინც იყვნენ, ან ქალწული კაცები, აუცილებელი კი არა ქალს გაეკეთებდნენ. კაცებიც იყვნენ ქალწულები და იცავდნენ ქალწულებას, წმინდა ცხოვრობდნენ. აი ესეთი ხალხი. მოიტანა ერთ-ერთმა ქალბატონმა და როდესაც წმინდა გრიგოლმა შეწირა მსხვერპლი, გამოიტანა იძახის წამსუფალო და აღვიარებ რა მოთუ ეს არის ხორცი. და ეს არის სისხლი. ამ ქალმა, რომელიც რიგში იდგა ზიარების, გაიცინა თავის გულში და დაინახა წმინდა გრიგოლმა და მიხვდა რატომაც იცინობდა, რომ როგორი ხორცი და სისხლია, მე მოვიტანე ესების კვერები. და წმინდა გრიგოლი უჭირავს ბარძიმი და სთხოვს, რომ ღმერთო ამ ქალს დაანახე სინამდვილეში ეს რა არის. როდესაც მოვიდა ეს ქალბატონი საზიარებლად, ადგა და ბარძიმი დაუხარა, უთხრა ჩაიხედება შეგით რომ ამ ქალმა ჩაიხედა და დაინახა სისხლი და ხორცის ნაგლეჯები და გული წავიდა და დაეცა. რომ მოასულიერეს, მერე ეუნება. აი ამასო ღმერთი იმითო აკეთებსო, რომ ჩვენთვის ადვილი მისაღები იყოს ეს. თორე ესეთი სახით რო იყოსო სინამდვილეში რაც არის, ამას ვერანი ვერ მიიღებდა. უმი ხორცი როგორ უნდა ჭამო, წარმოიდგინე. და სისხლი შიგნით. თან ადამიანის. ერთ-ერთი ესეთი შემთხვევა არის აღწერილი, არაბები ბიზანტიის სინამდვილეში ხდება მე-8 საუკუნე, არაბები შეიჭრებიან ერთ-ერთ ტაძარში, მიდის წმინდა ზიარება და რო შევლენ, მღვდელი არ ჩერდება, აზიარებს, ხალხის გაჩერებული ეზიარებიან, უკვე ბოლოს უნდა ეზიარონ და დახოცოს ახლა ალბათ ამ თათრემა, თხოვე ღმერთს, რომ
ღმერთმა გადაარჩინოს და დაიფაროს თან რა დღეში იქნება ხალხი წარმოედგინე. მღვდელი დგას, მოძღვარი და აზიარებს, არც აქცევს ყურადღებას და ლოცულობს. ერთ-ერთი არაბი მოვიდა და დაუდგა გვერდში. და უყურებს და ეუბნება, თქვენო რა ხალხი ყოფილხართ თქვენს. რო კითხოდო, კეთილები ხართო და ესეთი ქრისტიანები გამორჩეული სიკეთის ხალხი ხართო. ადამიანის ხორცო როგორ აჭმევ? და სისხლო როგორ აჭმევ? სისხლსო როგორ ასვავთო და როგორ აჭმევ? და შემდეგ ამას აუხსნეს საცი მღვდელმა უთხრესო და შემდეგ მღვდელმა დაანახა, აბა შეხედე ხა კიდე ხორცი სისხლიაო და რო დაინახავსო პური და ღვინო არ და აუხსნა რაც იყო ამ არაბმა უფროსმა ამ რაზმისა პირდაპირ დაიწყო ყოველი მეც ქრისტიანი ვარ და თვითონ თავისმა ჯარისკაცებმა მოკლეს. ეს არის ბიზანტიის სინამდვილეში ამბავი. ქრისტიანებს ძველ რომში ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ქრისტიანებს იჭერდნენ და ხოცავდნენ ეს პირველი სიძულვილი იყო მათი, რომელიც მათ წინააღმდეგეში მააგზრა, მაგრამ ერთ-ერთი მოტივი, საბაბი ხო უნდა დაიჭირო. ეუბნებოდნენ თქვენო კაცი ჭამიები ხართ, ადამიანის ხორცზე ჭამთ. იმიტომ რომ იმდენად დარწმუნებით ეუბნებოდნენ ქრისტიანები, რომ ჩვენ ეს ხორცია და სისხლია, რომ კაცი ჭამიებს ეძახთ. წარმოიდგინეთ ზეცაში უფალი, უფლის წინაშე მდგომი ანგელოზები და ესაია წინასწარმეტყველს ხონდა ხილვა ეს ძველ აღთქმაში. თვალს ვერ უსწორებენ წმინდა სამებას. 6 ფრთიანი ანგელოზები, სერაფიმები და ქერუბიმები მრავალთვალნი. 2 ფრთითო თვალებს იფარავენო. რადგან ღმერთს თვალს ვერ უსწორებენ, ისეთი დიდებულება და სიდიადე გამოზდის მისგან და გამოჩუვის. 2 თო ფეხებს იფარავენო და 2 თო ფრინავენ და იძახიან წმიდა უფალი ცაბაოთ, სავსე არიან ცალი და ქვეყანა დიდებითა მისითაო. ამას აკეთებენ ზეცაში ანგელოზები, თვალს ვერ უსწორებენ ღმერთს და წარმოიდგინეთ ჩვენ არა მარტო უყურებთ, არამედ ვეხები და ვჭამთ მის წმინდა ხორცს და მის ქრისტეს, იესო ქრისტეს წმინდა სისხლს. როდესაც მონათფლობელი ბატონი ყიდულობდა მონას ბაზარში, იხდიდა ფულს. იყიდიდა ამონას და შემდეგ მას ახარჯდა ფულს. ბანდა აჭმევდა ფულს ხარჯავდა ჭამაში, მის ჩაცმაში, მის გაზრდაში ფულს ხარჯავდა. ასევე იესო ქრისტემ მონები, ჩვენ ვიყავით ეშმაკის მონები ქრისტეს ჯვარცმამდე. ყველა ვინც არ უნდა მომკვდარიყო, ყველა ჯოჯოხეთში მიყავდა ეშმაკს, რადგან 64 კარი დაღშული იყო. ქრისტემ თავისი დაღვრილი სისხლით გამოგვისყიდა, თავისი სისხლით დაღვარა ადამის საფლავზე და ეშმაკის ტყვეობიდან გამოგვიხსნა, სისხლით გამოგვისყიდა ეშმაკის მონობისაგან და თავის სისხლს და ხორცს გვაჭმევს და გვზდის. იოანე ოქროპირი იძახის თავის გადაგებაში, აბა რომელი წყემსიაო, რომელიცო საკუთარ ფარასო თავის ხორცს საჭმევს საჭმელათო. ან რომელი მეფეა, რომელიც სისხლს აძლევსო, თავის ხალხსო დასალევათო, საკუთარ სისხლსო. ამას აკეთებს იესო ქრისტე. ეხლაც და ქრისტეს საიდუმლოსეობის დროსაც ზიარება ერთი და იგივე იყო. არ იფიქროთ, როდესაც ქრისტემ საიდუმლოსეობა ჩაატარა, მაშინ რო აზიარა, ის სხვა იყო და უფრო აღმატებული იყო იმ ხორცზე და სისხლზე, რაც ახლა იწირება. აბსოლუტურად ერთი და იგივე არის. ქრისტემის ძალაუფლება, რომელიც მას ჰქონდა მღვდლებს გადმოცა და ეპისკოპოსებს და წირვის დროს ისინი აკურთხებენ პურს და ეს პური ხდება ღვინო, ხდება ხორცი, აკურთხებენ ღვინოს და ეს ხდება ქრისტეს სისხლი. როგორც გითხარით, ზოგი ფიქრობს, რომ ეს სიმბოლური არის და მინიშნებით არის და მხოლოდ სიმბოლოებია. ეკლესია ესეც სწავლებას მკაცრად გმობს და წვალებლობად ითვლება ესეთი აზროვნება. და დიდ დაჟანს იმსახურებს, თუ სასულიერო პირი ესე ფიქრობს. და პირდაპირ გითხარით, ქრისტეს სიტყვები მოვიყვანეს ახარებიდან აღარ გამეორდები ახლა. ესო ნამდვილად ხორცია ჩემი, ეს ნამდვილად სისხლია ჩემი, არა სიმბოლური, არამედ ნამდვილად ქრისტეს ხორცი და სისხლი. აუცილებელია ხშირი ზიარება. ნახეთ ქრისტე რას იძახის, ვინც ამ ხორცო ჭამსო და ამ სისხლსო სვავსო, ის შემოვა ჩემთან და მე ვიქნები მასთან და ჩვენ ვხდები თანაზიარები ერთმანეთისა. ზიარების დროს იესო ქრისტე შემოდის ჩვენთან
ჩვენ ვჭამთ ქრისტეს და ქრისტეს თანაზიარი ვხდებით. აუცილებელია ხშირი ზიარება. აუცილებელი. დღეს სამწუხაროდ გაიგონებთ ესეთ აზრებს, რომ ხშირი ზიარება არ შეიძლება. ნახეთ, თან რატომ წერია ხშირი ზიარება აუცილებელია. პირდაპირ წერია მოციქულთა საქმეში, რომ მოციქულებიო ყოველ დღეო პურის ტეხვაში და ლოცვაში იყვნენ. პურის ტეხვა ნიშნავდა ზიარებას. დღეს ხშირად გაიგონებთ ესეთ აზრებს, რომ თურმე ხშირი ზიარება არ შეიძლება, რადგანაც ხშირი ზიარები თურმე ადამიანი ეჩვევა ზიარებას. და ამაზე კარგს რას უნდა შეეჩვიო? ამაზე კარგს რას უნდა შეეჩვიო? მე ესეთი მოტივი მოყავთ, ესეთი არგუმენტი მოყავთ, რომ აი 4-ჯერ უნდა ეზიაროს კაცი, წელიწადში 4 მარხვა და მხოლოდ 4-ჯერ უნდა ეზიაროს კაცი. ეს არის სუფთა რუსული წესი, რო იცოდეთ ისტორიისთვის. ეს წესი შემოიღეს პეტრე პირველის დროს, როდესაც სტარავერები გაჩნდნენ. იცი სტარავერები ძველ მართლმადიდებლები, ეს იყო დიდი განხეთქილება ეკლესიაში, ეს იყო დიდი უბედურება. ამიტომ, როდესაც ადამიანი მოდიოდა რუსეთის იმპერიაში, მეკითხებოდნენ მას, შენ მართლმადიდებელი ხარ თუ არა ხარ მართლმადიდებელი? თუ მართლმადიდებელი იყავი, მართლმადიდებელი ეკლესიას უნდა მოეწო შეთვის ფურცელი, როგორც ახლა პასპორტი გვაქვს ჩვენ და ამ პასპორტით მოძრო. აი ეს ეკლესია აძლევდა ფურცელს, სადაც ეწერა, რომ ეს კაცი ეზიარა ამ დღეს. ამ დღეებში ითვლებოდა მარხვის დღეები, დიდ მარხვაზეა ლაპარაკი. შობის მარხვა, პეტრე პავლობის, მარიამის და 40 დღიანი ქრისტეს მარხვა. აი ამ მარხვებში თუ ნაზიარები არ იყო კაცი და ფურცელი არ ქონა მას, დიდი პრობლემები ქონა გადაადგილების დროს, მოგზაურობის დროს. აქედან იღებენ ზოგიერთი და ამბობენ, რომ წელიწადში 4-ჯერ უნდა ეზიარო. 4-ჯერ კი არ უნდა ეზიარო. ბასილი დიდი პირდაპირ წერს, რომ ჩვენო კვირაში 4-ჯერ ვეზიარებითო. 4 შაბათი, პარასკევი, შაბათი და ჯულის კანონში წერე და კვირაო. და თუ რამე დღეს ასწავლე, იმ დღეებში ვეზიარები. დღეს ათონისთაზე ყოველ დღე წირო და ყოველ დღე ზიარებია. ყოველ დღე. ეს არის ათონისთაზე და ბევრი მონასტრებია საქართველოშიც, სადაც ყოველ დღე ზიარებია. უბრალოდ იქ ისე შვებია, როცა ეზიარებია ხოლმე წინა დღეს წუხრის შემდეგ კაცრად ინახავენ. კაცრად როგორ ეხა ღვინოს არ დალევენ, თუ თქვათ ხსნილი არის თევზი, თევზს არ შეჭამენ, თუ ერთ საფეხურით აკლებენ ხოლმე ეს იაკეთ, მაგრამ ხშირად ეზიარებიან. თუ ადამიანი მოემზადება, მას ხშირად შეუძლია ზიარება. შემდეგ მოყავთ ესეთი არგუმენტიც, რომ აი მარიამ ეგვიპტელიო ერთხელ ეზიარაო და მეუდაბნოე მამებიო, წერია მამათა ცხოვრებაშიო, რომ ცალკე ცხოვრობდნენ, მხოლოდ ერთხელ ჩამოდიოდნენ და ეზიარებოდნენ. მეუდაბნოე მამები ჩემო ქრისტეს მიოროძმებოდა დებო, მარიამ ეგვიპტელი და ეს ეკლესიური ყოველდღიური ეკლესიური ცხოვრების ნაწილი კი არ გო, ეს ხო გამონაკლისები. მარიამ ეგვიპტელი 48 წელი უდაბნოში ცხოვრობდა. წადი აბა იცხოვრო 48 წელი უდაბნოში. წმინდა მამებმა ყველაფერი დაუტოვეს და მიდიოდნენ და თელი კვირა გარეთ იყვნენ, მარტო კვირას ჩამოდიოდნენ და ეზიარებდნენ. გააკეთებ ესე შენ. თუ შენ ესე გააკეთებ, მოძღვარი ამის კურთხევას მოგძევს, რომელიც თავის ხრივ გამოსტილი იქნება, კი ბატონო, მაგრამ ერში ესეთი რამე არ ხდება. ერში ყოველ კვირას უნდა ეზიარებოდეს ქრისტიანი, უწმიდესმა არაერთხელ ბრძანა ეს. არაერთხელ და რატო თქვა პატრიარქმა ეს? იმიტომ რომ პატრიარქმა ხელმძღვანელობს იმით, რითიც ეკლესია. საეკლესიო ტიპიკონით, საეკლესიო სწავლით, ჯულის კანონით. დიდ მარხვაში პირველ შეწირულები რატო იმართება? იმიტომ რომ შაბათ კვირას რო ეზიარებოდა ხალხი, შუა კვირაშიც რო ზიარება ყოფილიყო, მაგრამ წირვები არ ტარდებოდა, ჩვეულებრივი წირვები დიდ მარხვაში. ზღვენს წირავდნენ კვირას და ინახავდნენ და 4 შაბათს და პარასკევს აზიარებდნენ მოსულ ხალხს. რომ სულიერი ძალები ქონოდა და უფრო კარგად გაძღოლოდნენ მარხვას. შემდეგ ზოგიერთი იძახის, რომ აი მღვდლებიო ათონისთაზეო კიო ისინი ბერები არიან და ამიტომ ეზიარებენ და ჩვენო ბერები არა ვართ. სად წერია რომ ბერები უფრო მეტად ეზიარო და არა ბერები ეს ხალხი ნაკლებად. სად წერია მანახო. ესეთ რამე არსად არ წერია. როგორც მღვდელს, ისე ბერს, ისე ერისკაც ერთნაირი მომზადება ჭირდება ზიარებისას. როდესაც ადამიანი მოდის წირვაზე და არ ეზიარება, ეს რას ემსგავსება, იცი? როდესაც მიდიხარ სტუმრად დიდ სუფრაზე, წირვა ხო ზეციური ტრაპეზი არის, იწირება ქრისტეს ხორცი და იკვლება ქრისტე ჯვარზე, ქრისტეს ხორცი და სისხლია და ქრისტე თავის ხორცს და სისხლს გვაძლევს საჭმელად და გვეუბნება, მიიღეთ და სჭამეთ. ეს არის ხორცი ჩემი, თქვენთვის
განტეხილი მისატევებელად ცოდოთა. სისხლზე ღვინოზე, სისხლად ქცეულ ღვინოზე იძახის ქრისტე. სუთ ამისგან ყოველთა ესაა სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდოთა. ამ დროს შენ გამოდიხარ, მღვდელი გამოდის, გევნე მოდი და მიიღე და ჭამე და შენ მოტრიალდები და გადიხარ. ეს დაახლოებით ის არის სტუმრად რომ მიხვიდე, დიასახლისმა სუფრა რო გაგიშალოს, სუფრა და შენ როდესაც უნდა დაждდე სუფრაზე, გეუბნები მომბზანდი, დაბზანდი, თქვენთვის გავაკეთე ეს ყველაფერი. მაგას გეუბნება ქრისტე, შენთვის დავღვარე სისხლი, შენთვის დავათხიე სისხლი, ჭამე ჩემი ხორცი, ჭამე ჩემი სისხლი, შენ ამ დროს გები და გამოდიხარ ეკლესიიდან. აი ამ დროს რო ადგეს სტუმრად მისული კაცი და დიასახლისი რო გეპატიჟება, მიწიერ ტრაპეზზე მიატოვეს და წამოხვიდე. ეს ხო არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა დიასახლისის, ხო? მეტი შეურაცხყოფა რა უნდა მიაყენო? ქალე ემზადებოდა და გაგიკეთ. ასევე ქრისტე ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა. და უნდა მივიღო და ვჭამო. პირველ საუკუნეების ქრისტიანები, რომლებიც წირვაზე მოდიოდნენ, იცით რომ ღამღამობით იკრიბებოდნენ ქრისტიანები რომის ეკლესიის კატაკომბებში და იქ ლოცულობდნენ ჩუმად რომ დევნა იყო ქრისტიანების რომ არ დაეჭირათ, არ შეეყრდა. ვინც წირვაზე მოვიდოდა და არ ეზიარებოდა, ყველა ეჭვის თვალით უყურებდა და ფიქრობდა ეს კაცი მოგზავნილია ჩვენ დასაჭერად ან დასაბეზღებლად. ანუ ვინც მოვიდოდა და არ ეზიარებოდა, არ სერიოზულად უყურებდნენ. შიშით უყურებდნენ როგორც მაბეზღარებს და დამსმენებს. როდესაც ჩვენთან საპატიო სტუმარი მოდის, ან ვიღაცა წარჩინებული კაცი, ან დიდებული და წარმოიდგეთ მეფე რო უნდა მოვიდეს შენთან სახლში. რას ვაკეთებთ, როგორ ვემზადებით, ხო წარმოგიდგენიათ? იწყება სახლის დალაგება, ეზოკარის დალაგება, ძვირფასი სუფრის გაშლა. ანუ ვემზადებით, წესრიგდებით ძვირფას ტანსაცმელს ვყიდულებთ, თუ რაც შეიძლება ღირსეულად დავხვდეთ სტუმარს, თუ ეს მეფეა, წარმოიდგინეთ როგორ დავხვდებით. და იესო ქრისტე არის მთელი სამყაროს მეუფე. როდესაც ქრისტე უნდა შემოვიდეს ჩვენში, ჩვენ უნდა ვიყოთ აუცილებლად მომზადებულები, მარხვით, ლოცვით, აღსარებით. არაფრით არ შეიძლება უღირსად რო ეზიაროს ადამიანი. აი ვთქვათ, ვინც არ მარხულობს და მოვიდეს და ეზიაროს, არ შეიძლება ეგეთი რამე. სასჯელად ექნება ეს, დასაწველად ექნება მისთვის, სატანჯველი იქნება ეს. ან ვთქვათ, ადამიანი რაიმე ცოდვებში ან აღსარებაში რაღაც აქვს საქმე, სერიოზულად არ ამბობს და ეზიარება დაიჭება. პავლე მოციქული იძახის მრავალნი ეზიარებიანო. უღირსათო მრავალი მაზიარები ვნახევ, ზოგმა დიდი ვნება და განსაცდელი ნახა და ბევრი მათგანი მოკვდა და უკვე აღარ არიან ცოცხლები. რა თქმა უნდა, რაც ახლა ვილაპარაკეთ, ქრისტესე ძალიან დიდი სიწმინდეა და ხშირად უნდა ვეზიაროთ, მაგრამ უნდა ვემზადებოდეთ. აი რაღაცა უნდა ნახოს თვითონ ადამიანმა, მოძღვართან ერთად ეს ყველაფერი ჩასვას ამ კალაპოტში. ის რო ვთქვათ, რომ ჩვენ ახლა მე ზიარების ღირსი არა ვარ და იცით რა მე ახლა არ ვეზიარები. ეს არის ამპარტავნე. და როცა მოდიხარ და ეძახე ზიარების ღირსი ხარ, მაშინ ხარ ზიარების ღირსი, მაშინ ნამდვილად არ ხარ ზიარების ღირსი. ჩვენ ზიარების ღირსი არასოდეს არ არის. ეს არის საჩუქარი ღმერთისგან. როგორ იქნებით ზიარების ღირსები, როდესაც ანგელოზები თვალსვერუს სწორებენ და ორი ფრთით თვალებს იფარავენ სერაფიმები და კერუბიმები. და ქრისტე თავის ხორცს გვაძლევს საჭმელად ჩვენ ვჭამთ ამას. ვინმე არის ამის ღირსი დედამიწაზე? არავინ. მაგრამ ეს არის ღმერთის საჩუქარი და წყალობა. მაგრამ როდესაც მღვდელი გეუბნება ეზიარე და ხშირად უნდა ეზიარო, მაგრამ თუ იქ უცბად რაღაცა გაგახსენა, შენი სიდისი გეუბნება რა არ უნდა ეზიარო, შენ მაინც ეზიარები, სასჯელად გეკრება ეს აუცილებლად. იონე ოქროპირის აქ ბოლო სიტყვას ვიტყვი და დავამთავრებ ამით. წმინდა იონე ოქროპირი ამბობს ესეთ რამეს, რომ აი როდესაც ადამიანო ლამაზ ადამიანზე ლაპარაკობს, გინა ქალი იყოს, გინა კაცი მნიშვნელობა არ აქვს. ლამაზი პიროვნება და ესეთი ადამიანები როგორ იცევიან ხელებს რამოდენიმეჯერ იბარა დღეში პირის სახესიბა წესრიგდებიან რომ თავის თავს აფუფუნებენ, სუნამოებს ისხავენ, ჭამენ, სვავენ, განცხრომაში არიან, ხორცს უფრთხილდებიან. მაგრამ ნახეთო, როდესაც მოკვდება ადამიანი და გაეყრება სული ხორცო და ეს ხორცი, რომელსაც ესეულიან მარტო დარჩებაო და რო არ დაასაფლავო, კაცი წარმოედგინე ერთი კვირა რა მოხდება. ჯერ როგორ ნელ-ნელა იწყებს აყროლებას, გაუშვებს წვენს.
მე აღწერილი აქვს საზარლად კბილებს დაკრიჭავს და პირიდან როცა სითხე გაგმეს თვალები რო ჩაუცვიდება და ეს ხდება 10 დღეში. ისეთი საზარელი და ნასანახი ხდება ეს ლამაზი ადამიანი რომ არათუ შეხვიდე და უყურო ოთახის კარებსაც ვერ გაყარს. და რას აძლევს სხეულს ესეთ სილამაზე? სული რომელიც მასში არის. სანამ სული და ხორცი ერთად არის, სულს როგორც ტვირთი აკიდებული აქვს, აი ეს შეუხედავი რაღაც, რომელიც მარტო რას წარმოადგენს, ხედავთ? სანამ ერთად არის სული და ხორცი, სულს აკიდებული აქვს და ატარებს მას და ასაზრდოებს და ამ სილამაზეს აძლევს. და ადამიანებიო, იძახის წმინდა იოანე ოქროპირი სინანულით ამდენს აფუფუნებენ ხორცო, რომელიცო საზარელი დასანახი ხდება სიკვდილი და რამოდენიმე დღეში კიცკიო თუ არ დაასაფლავენ. ამდენს აფუფუნებენ და სულს, რომელიც ესეთ სილამაზეს ანიჭებს და მთავარი მამოძრავებელია ხორცის, საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევთ. ამიტომაც ადამიანებმა უნდა ვიზრუნოთ სულზე და სულიერ საზრდელზე და ეს არის ზიარება პირველ ყოვლისა. წმინდა ზიარება არის მთავარი და მთავარი. მიხვდით ახლა რა დიდი დღე არის. ეს არის ყველაფერი. ამიტომ არის რომ ზიარება ყველას უნდა. ცოცხლებს, ბავშვებს, მოხუცებს, ახალგაზრდებს, ყაჩაღებს, ავაზაკებს, მონანულებს, ყველას. მაგრამ ყველასთვის არ შეიძლება. ამას შეიძლება მომზადება როგორც გითხარით, მაგრამ თუ მომემზადება ადამიანი, რაც შეიძლება ხშირად უნდა ეზიაროს. ესეთი რამ ხდება ხოლმე ადამიანები ეზიარებიან, მე დაიკარგებიან, გაქრებიან და ძალიან ცუთხეში ვარდებიან ხოლმე. ეს პირდაპირ სახარებაში წერია. იესო ქრისტე იძახის, როდესაც სახსო დაალაგებო და ბოროტსულებს განდევნი სახლიდანო, ჩვენ სახლზეა ლაპარაკი, ხორციელ სახლზე. ეს ბოროტი სული ოშმაკიო წავა უდაბურ ადგილებში იბოდიალებს და მობრუნდება. და უპატრონო და დატოვებული სახლი თუ ნახა 7 ჯერ უარეს მოიყვანს და ჩასახდება შიგნით. ანუ რაზეა საუბარი? ადამიანები დაიწყებენ ქრისტიანულ ცხოვრებას, აღსარებას იძახიან, ეზიარებიან, ყველაფერს ალაგებენ, მერე შეწყვეტავი და უცებ დიდი ხანი აღარ დადიან. აი ამ დროს მოდის ეშმაკი და იმაზე უარი 7 ჯერ უარესი მოყავს როგორც ქრისტე იძახის და ისეთ ცუდ დღეში აგდებს ადამიანს ეკლესიაში დაწყებამდეც რო არ იყო ისეთ დღეში ვარდება. ქრისტიანი უნდა ეზიარებოდეს 3 კვირა მაქსიმუმი, როცა ქრისტიანი არ უნდა ეზიაროს. პირდაპირ წერია ჯულის კანონში. თუ ერის კაციო 3 კვირა არ ეზიარება უმიზეზოთო, თუ ერის კაცი იყოს უზიარებლობით დასაჯერდა, თუ მღვდელი იყოს ან ეპისკოპოსი, განკვეთება. ანუ სასულიერო პირი, რომელიც უმიზედოდ 3 კვირა არ ეზიარება, ანუ წირვას არ ჩაატარებს, არ ეზიარება, სასულიერო პირი იყოს აღარ შეიძლება. წარმოიდგინეთ, რამდენად ძიმე დანაშაულია უზიარებლობა. მადლობა ღმერთს, ახლა ბევრნი არიან პირველად აპირებს ზიარებას და ეს მათთვისაც კაი იქნება, რასაც უსმენენ და აღდგომას უნდა ეზიაროს ზოგიერთი მათგანი. აი მიხვდებით რა არის ზიარება. ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაგიფაროთ და იესო ქრისტეს მადლით, მისი კურთხევით, მისი ლოცვით ღმერთმა ეს ზიარების მადლი მოგვანიჭოს და ბოლო აღმოფშვინვამდე ზიარების ღირსი ყოფილიყავით, ესე არ მოკვდარიყავთ, ისე არ გავსულიყავთ ამ სოფლით. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ.